მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია გადაცემა ახალი პარადიგმა თენგო ომანიძესთან ერთად. ახალი დროით ესეთი სიახლე გვაქვს და საერთოდ 4 შაბათობით, როგორც მოგხსენებათ, აქამდე გავდივდით ხოლმე 7 საათზე ვიწყებდით გადაცემას, თუმცა ესეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ 6 საათზე დაიწყება დღეიდან ჩვენი გადაცემა ყოველ 4 შაბათს, ასე რომ ეს არის ახალი დრო, მინდა გთხოვოთ ყველას რომ მოიწონოთ და გააზიაროთ ვიდეო, ასევე გამოიწეროთ ჩვენი არხი, როგორც YouTube-ზე, ასევე Facebook-ზე და რაც შეიძლება დაგვეხმაროთ ჩვენი ეთერების გავრცელებაში სოციალურ ქსელებში. ეს ჩვენ კიდევ უფრო დიდი აუდიტორიის მოცვის და ჩვენი მასშტაბების კიდევ უფრო გაზრდის შესაძლებლობას მოგცემს და ეს პირდაპირ რა თქმა უნდა აისახება შემდეგ უკვე ჩვენი გადაცემების ხარისხზე. თუმცა ისედაც ვცდილობთ რომ რაც შეიძლება უფრო ინფორმაციული, რაც შეიძლება უფრო ასე ვთქვათ, უკეთყურებადი გადაცემები შევქმნათ იმ ძალიან წირი რესურსებით, რაც ამ ეტაპზე გაგვაჩნია. ასე რომ თქვენ ჩართულობა ამ ყველაფერში კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარება და ამისათვის დიდი მადლობა ჩვენს მაყურებლებს. რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, დღეს ჩვენი სტუმარი იქნება პოლიტოლოგი ირაკლი უბილავა, რომელთან ერთადაც მიმდინარე პოლიტიკურ მნიშვნელოვან საკითხებს მიმოვიხილავთ. მოგესალმები ირაკლი, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის კიდევ ერთხელ. მინდა საუბარი დავიწყოთ ერთი კვლევით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, ეს არის ევრობარომეტრის კვლევა, რომელსაც თავად ევროპული სტრუქტურები ატარებენ და სადაც არის საუბარი იმ ტენდენციებზე, რაც ბოლო პერიოდში ევროკავშირის და ევროსტრუქტურების მიმართ საქართველოს მოსახლეობაში შეიმჩნევა. მე მინდა ვთხოვო რეჟისორს, რომ გაუშვათ გრაფიკა კვლევის, 3 სლაიდი გვაქვს გამოტანილი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვნად გვეჩვენა და ვისაუბროთ იმ ძირითად ტენდენციებზე. ევროკავშირის მიმართ ნდობა ბოლო 1 წლის განმავლობაში არის კრიტიკულად შემცირებული და ახალი კვლევის თანახმად 49% საქართველოს მოსახლეობის ენდობა ევროკავშირს, მაშინ როდესაც გასული წლის შემოდგომაზე ეს მაჩვენებელი იყო 58, ხოლო მანამდე ეს იყო 66%. ასევე ნეგატიური დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ არის კრიტიკულად გაზრდილი, დღეს ეს არის 18%, მაშინ როდესაც წინა წლის შემოდგომაზე იყო 10%, ხოლო წინა წლის გაზაფხულზე ეს იყო 7%, ფაქტიურად ერთ წელიწადში 11%-ით არის გაზრდილი ევროკავშირის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების მაჩვენებელი, რაც რა თქმა უნდა ზოგადი ტენდენციების გასაცნობად ალბათ არის ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. შემდეგი სლაიდი უკვე შეეხება რამდენი ადამიანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება იქნება კარგი, ეს მაჩვენებელიც არის ძალიან შემცირებული. დღეს ეს არის 60%, მაშინ როდესაც რამდენიმე თვის წინ, ანუ წინა წლის შემოდგომაზე იყო 69%, ხოლო 1 წლის წინ, ანუ წინა წლის გაზაფხულზე ეს მაჩვენებელი იყო 74%. 74% თვლიდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ის იყო კარგი საქართველოსთვის, ხოლო დღეს ეს მაჩვენებელი არის 60%-მდე შემცირებული, ანუ თითქმის 14%-იანი კლება აქვს. რა თქმა უნდა, დავძენთ აქვე იმასაც, რომ ეს გამოკითხვა ჩატარდა 2025 წლის 27 მარტიდან 17 აპრილის პერიოდში და გამოიკითხა 1011 ადამიანი საქართველოს მასშტაბით. ზოგადი ტენდენციების მე საერთოდ ირაკლი სოციოლოგიური კვლევების მიმართ, რაც ტარდება ჩვენ ქვეყანაში, არ მაქვს მაინდა-მაინც მაღალი ნდობა იქიდან გამომდინარე, რომ განსაკუთრებით თუ ეს უკავშირდება პოლიტიკურ საკითხებს და განსაკუთრებით საარჩევნო საკითხებს ხო საერთოდ ვინც უკვეთავს ხოლმე კვლევას როგორც წესი, მათთვის სასურველი მაჩვენებლები არის ყოველთვის და მე ხდება ეს ქილიკის საფუძველი, რომ მართლა არ შეიძლება რომ 10, 15, 20%-იანი სხვაობები იყოს ხოლმე რეალურ შედეგებსა და შემდეგ უკვე მანამდე ჩატარებულ კვლევებს შორის, მაგრამ ზოგადი ტენდენციებისთვის ალბათ, რაც ევროკავშირის მიმართ, საქართველოს და ევროპული სტრუქტურების მიმართ და თუ განვაზოგადებთ ალბათ ზოგადად პროდასავლური კურსის მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას ასახავს, ალბათ ძალიან საინტერესოა. მით უფრო, როდესაც ეს კვლევა ჩატარებულია თავად ევროპული სტრუქტურების მიერ, ევრობარომეტრის მიერ და ეს არ არის ვერავინ იტყვის, რომ ეს რაღაც საქართველოს ხელისუფლებამ მოინდომა ეხლა რომ ეს შედეგი დამჯდარიყო. რა იწვევს საქართველოში ევროსკეპტიციზმს და რა იწვევს ასეთ სწრაფ ზრდას ამ ყველაფრის. წინა წელთან შედარებით პრაქტიკულად ორნიშნა მაჩვენებლით არის გაუარესებული როგორც ნდობის მაჩვენებელი, ისე პოზიტიური მოლოდინები და ზოგადად პოზიტიური დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ. რა არის აი ასეთი სწრაფი ნეგატიური შედეგის ზრდის საფუძველი თქვენი აზრით?
გამარჯობათ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ჩემი აზრით ეს არის ევროპის და იმ ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში ბოლო 1 წლის განმავლობაში. საერთოდ თქვენ ახსენეთ ამ სოციოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით და უკანასკნელი, რა ვიცი, ახლა 15-20 წელი მინიმუმ სოციოლოგიურ კვლევა საქართველოში ემსახურებოდა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და არა იმას, რომ რეალურად დაგვედგინა რა ტიპის ორიენტაციები ქონდა ადამიანს, პოლიტიკურ ორიენტაციაზე და გემოვნებაზე იყო საუბარი, ხო? შესაბამისად, ამ ბოლო პერიოდის დამოკიდებულებამ ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოს მიმართ ეს ერთადერთი ფაქტორი გამოიწვია ზუსტად ვარდნა და ევროსკეპტიციზმის მაღალ ნიშნულამდე ასვლა. და მეორე ფაქტორი არის ჩემი აზრით კულტურული შეუთავსებლობა. ვინაიდან საქართველოში და ბოლო პერიოდი 1 წელია ჩვენთან მიდის საუბარი სუვერენიტეტზე აქცენტის გაკეთება, ტრადიციულ რაღაც სახელმწიფოს შექმნაზე საუბრები წავიდა ბოლო არჩევნების მერე, ხო? როდესაც ქართული ოცნების, დღევანდელი ხელისუფლება გადავიდა ამ ულტრალიბერალურ იდეოლოგიურ პარადიგმიდან გადმოვიდა კონსერვატიულ პარადიგმაზე. შესაბამისად, თუ ადრე მანამდე მთელი უკან განსაკუთრებით 2003 წლის მერე კულტივირება ხდებოდა დასალური ლიბერალური ნორმების და მისი იმპლემენტაცია საქართველოში, ხო? ეს ნელ-ნელა იცვლება ბოლო 1 წლის განმავლობაში. შესაბამისად, პროპაგანდაც შეიცვალა და უშუალოდ თუ დღევანდელ ხელისუფლებას თუ ადრე ხელისუფლებებს, რომელიც ლიბერალურ ამ პარადიგმულ ჩარჩოში იჯდნენ, ხო? დღეს ეს ხელისუფლება გადმოვიდა კონსერვატიულ ამ ჩარჩოში და შესაბამისად მან დაიწყო კონსერვატიული იდეების ქვეყნის შიგნით კულტივირება და ხოლო საგარეო პოლიტიკაში პროპაგანდა სუვერენულ სახელმწიფოს შექმნისა და განვითარებისა. შესაბამისად, უფრო ფართო მასებში მოხდა ამის გაშლა ფართო მასებისთვის, ფართო მასებმა მიიღეს, შესაბამისად, მათ რეალობა რო აუხსნეს, წარმოგიდგენთ, რამდენი არხმა დაიწყო მუშაობა ამ მიმართულებით საქართველოში. შესაბამისად, მათ გააგებინეს რეალობაში რას ნიშნავს დღევანდელ ამ ევრობიუროკრატიასთან ურთიერთობა. ანუ ეს არის ერთგვარად გაცნობიერება ქართული საზოგადოების მხრიდან. აი მე მაქვს ხოლმე მაგალითად ასეთ შეხედულება და რამდენად სწორი არის ეს არის საინტერესო. იდეაში ეს ევროსკეპტიციზმი ჩემი აზრით ისედაც არსებობდა ქართულ საზოგადოების დიდ ნაწილში და ეხლა კიდევ ბევრად უფრო მეტ ნაწილში არის ვიდრე აი ეს 51% რაც ამ შემთხვევაში არის ევროკავშირის მიმართ უნდობლობის მაჩვენებელი ამ კვლევით. უბრალოდ აი როდესაც სახელმწიფო პოლიტიკაც იყო აი ეს პროდასავლური რაღაც ესეთი შეხედულება მაქვს რომ ადამიანებს შეიძლება ეშინოდათ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აუტკივარი თავის ატკიება არ უნდათ და პასუხობდნენ იმას, რაც როდესაც მოდის გამომკითხველი. რა გაბატონებული აზრიც არსებობდა, ხო? ეხლა მართლაც ესეა სადღაც შეიძლება ეხლა ვინც პოლიტიკურ პროცესში ჩართულია უშუალოდ იმას მეტი სითამა მეკონდეს პროცესში, მაგრამ აი მაგალითად არადედაქალაქში რომელიმე რაიონის, რომელიმე სოფელში მაცხოვრებელ ადამიანთა რომ მიდის ინდიაის გამომკითხველი ართმევს იქ პირად ნომერს, ართმევს ტელეფონის ნომერს, იწერს მის პირად მონაცემებს და შემდეგ ეკითხება, გინდა თუ არ გინდა შენ ევროკავშირში გაწევრიანება. როდესაც გაბატონებული აზრი არის, რომ ჩვენ მთელი ქვეყანა ვდგავართ პროდასავლურ კურსზე, ეხლა იმას გინდა ინდიაის გამომკითხველი მისულა, გინდა პოლიციელი მისულა, ერთნაირი დამოკიდებულება აქვს და პასუხობს არაგულწრფელად. აი ეს ეფექტი თუ არის ამ შემთხვევაში, რომ ადამიანებს უფრო მოეხსნათ ეს ეფექტიც არის, რა თქმა უნდა, ამ იდეის არტიკულირება ხდებოდა ის, თქვენ წარმოგიდგენთ, ხო, უბრალოდ ადამიანს, ობიუატელს, რომელსაც სულს კაი ცხოვრება ამ ჩვენი დუხჭირი ბოლო 30 წლიანი დუხჭირის ცხოვრებიდან გამომდინარე, იცხოვს ისე როგორც შვეიცარიაში, ავსტრიაში. ან რომელიმე ევროპულ ქვეყანაში. მას თავაზობენ, აი, თუ გავხდებით ევროკავშირის წევრები, ჩვენ ვიცხოვრობთ ისე როგორც შვეიცარიაში. შესაბამისად, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დამოკიდებულია ნატოში ინტეგრაციაზე. თქვენ წარმოგიდგენთ ახლა, ამ იგივეს ეუბნებოდნენ უკრაინელ ამორჩეულსაც. და შესაბამისად რაც მოხდა და როგორ გამვითარდა შემდგომ პროცესები 2014 წლიდან ჩვენ ვხედავთ ეხლა რა სიტუაცია. ამ უკრაინის კონფლიქტმაც ცოტა გამოაღვიძა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. სახელმწიფო რომელიც იგივე ზუსტად იგივე იდეოლოგიური ნარატივები ვრცელდებოდა და პროპაგანდისტული რაც საქართველოში, იგივე უკრაინაშიც. ხოლო იმ ელიტამ აქტიურად პროგლობალისტურმა ელიტამ ასე რომ დავარქვათ, ხო? მათმა ქმედებებმა ქვეყანა მიიყვანა უკრაინა სახელმწიფო მიიყვანა იმ კატასტროფამდე, რაც დღეს ისინი იმყოფებიან. შესაბამისად, ქართველები არ ვართ ჩვენ სულელები რა.
და შესაბამისად გადახედეს ამ სიტუაციას შეადარეს, ყველაფერი შედარებითია, ხო? რო შეადარეს, მათ გამოფხიზლება დაიწყეს უკვე ამ მიმართულებით. თან თუ იმასაც დავამატეთ ჩვენი ხელისუფლების სწორმა და გონივრულმა პოლიტიკამ, რაც გაატარეს ბოლოს ამ წინააღმდეგობაში. ხელისუფლების პოლიტიკაზე მინდა კიდე ცალკე ვისაუბროთ, მაგრამ ისედაც აი პროპაგანდა, პროდასავლური პროპაგანდა საქართველოში შენი აზრით სწორად არის მიწოდებული მათი მიზნებიდან გამომდინარე საზოგადოების. მე რასაც ხედავ ხოლმე, აი Facebook-ზე არის ხო განსაკუთრებით სოციალური ქსელი არის ამ პროპაგანდის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი იარაღი. და ხშირად ხდება ხოლმე იქ სხვადასხვა გვერდებზე აი ეს პროპაგანდისტული ტიპის პოსტები, ოღონდ ამ შემთხვევაში შეიძლება სულაც არ იყოს რაღაც ისეთი არასწორი პროპაგანდა, სწორი ინფორმაციები, მაგალითად იმასთან დაკავშირებით, რომ სოფლის მეურნეობის კუთხით რამდენს ხარჯავს ევროკავშირი და რომ სადღაც მომდევნო 10 წლის განმავლობაში ეს ხარჯი პირობითად კიდევ რამდენიმე ასეული მილიარდით გაიზრდება. ანუ პროპაგანდა აწვდის ჩვენს მოსახლეობას ინფორმაციას იმაზე, თუ რა კარგია ცხოვრება ევროკავშირში. ეს პრინციპში არც არის არავის მხრიდან სადაო და ეხლა სადღაც ბელგიაში ცხოვრება რო ჯობია პირობითად ჩელიაბინსკში ცხოვრებას ეს ისედაც ხო ნათელია ჩვენთვის ანუ ამათ ჩელიაბინსკი თქვენ მასე ნუ არა პირობითად ვამბობ ამათ გასაგები რო იყოს ანუ მათი პროპაგანდა არის მიმართული ევროკავშირის რეკლამირებისკენ რომ იქ ცხოვრება უკეთესია მაგრამ პროპაგანდა იმაზე რომ აი ჩვენ თუ გავხდებით ევროკავშირის წევრი ჩვენ რა პლუსი გვაქვს მაგითი საქართველოში რა შეიძლება ამაზე პრაქტიკულად არ არსებობს დასავლური პროპაგანდა არ მუშაობს იმაზე ქართულ საზოგადოებად დაარწმუნოს რომ ჩვენ თუ ევროკავშირის წევრი ხდებით ამით ჩვენი ქვეყანა უშუალოდ რას არგებელს ნახულობს რომ გერმანიაში და ბელგიაში რო კაია ცხოვრება მაგაზე რა თქმა უნდა მე პროპაგანდა ისედაც უკეთესად ვიცით ხო ნუ ახლა გახსნილია საზღვრები რაღაც ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია და სადღაც როგორღაც ეხა იქ ვიღაცა 17 წლის ბიჭს ბავშვს თუ აქვს მაგაზე წარმოდგენა რომ თურმე ბელგიაში კაი ცხოვრება არის რაღაცა ჩვენს გვაქვს აკითხული და ჩვენს გვაქვს ნანახი და ჩვენს ვიცით ეგ ყველაფერი ისედაც პროპაგანდა დასავლური მთელ რესურსს ხარჯავს იმის რეკლამირებაში თუ რა კაია ევროკავშირი ნაცვლად იმისა რომ ჩვენ გვარწმუნებდნენ რომ აი ჩვენც თუ გავხდებით იმ სივრცის ნაწილი რომ ეს ყველაფერი ჩვენზეც ასევე პოზიტიურად აისახება. ჩემი აზრით ეს არის სერიოზული ხარვეზი დასავლური პროპაგანდა. არა იცით რა, როდესაც ეს დასავლური პროპაგანდა დაიწყო და შეიქმნა ეს თეზისი, საერთოდ როგორ თეზისი, მას უნდა კონდეს კონტრთეზისი, ანტითეზა ასე რომ ვთქვა. გესმით? შესაბამისად შემოვიდა თეზისი, რომ ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი თუ ჭკვიანურად და მათ ესე თქვა დავალებებს, საშინაო დავალებებს შევასრულებთ, ჩვენ ხდებით ევროკავშირის წევრი, თუმცა ამის საწინააღმდეგო ანტითეზა, ანტიპროპაგანდა არ არსებობდა, გესმით? კონტრთეზა, კონტრპროპაგანდა საქართველოში არ იყო. ყველა ის საზოგადოებრივი ორგანიზაციები, განსაკუთრებით და პოლიტიკური თუნდაც, რომელიც 2003 წლის მე ფაქტობრივად მთლიანად გაანადგურა მიხეილ სააკაშვილის მაშინდელმა ხელისუფლებამ. შესაბამისად კონტრთეზა არ არსებობს, ერთი თეზა არის გაბატონებული და შესაბამისად ერთი ცალკარა თამაში მიმდინარეობს. ამ ბოლო პერიოდმა ამ თეზის გაუჩინა ანტითეზა. კონტრთეზისი გააჩინა. და ეს მიიღო მასებმა უკვე. ახლა რეალობაში რო არ არსებობდა ევროკავშირის წევრი, როგორ უნდა გამხდარიყო საქართველო, როდესაც მას სახმელეთო საზღვარი არ ქონდა ევროკავშირის რომელ წევრ ქვეყანასთან. და ჩვენი მეზობელი, რომელიც არის თურქეთი დაუშვათ, რამდენი წელია წვალობს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა არ ღებულობენ და არც მიიღებენ არასოდეს თურქეთს ევროკავშირში. ესმით? შესაბამისად ჩვენს არანაირი შანსი, არანაირი პარამეტრი, საერთოდ არც ეოს პარამეტრი ჩვენ როდისმე გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ხო, მაგრამ ამაზე ხო დისკუსია არასდროს ყოფილა. არა, იმიტომ არ ყოფილა, ახლა ნელ-ნელა დაიწყო ამ თემებზე. გაიშალა უკვე მაგაზე. ანუ ფაქტიურად ცალკარას რო გვეთამაშებოდნენ პირობითად ამდენი ხანი, საბოლოო ჯამში ეს თვითონ ევროსკეპტიციზმის გამომწვევი მიზეზია, იმიტომ რომ თუ იდეას არ ყავს კონტრიდეა და არ ხდება ასე ვთქვათ, ჭეშმარიტება კამაჩი იბადებაო, ხო, ძველი ბერძნები როგორც ამბობენ, თუ არ არის აზრი, რომელიც უპირისპირდება გაბატონებულ აზრს, ეს თვითონ გაბატონებული აზრისთვისაც საბოლოო ჯამში ცუდია, იმიტომ რომ როგორც კი გაჩნდება შემდეგ უკვე კონტრთეზა ადვილად აქ რა ხდებოდა? დაახლოებით წარმოგიდგენთ საბჭოთა კავშირი. ერთი იდეოლოგია გაბატონებული, მას ანტითეზა არ ქონდა, უცბად. ნუ ნელ-ნელა კი შემოდიოდა რაღაც საბჭოთა ანტიკომუნისტური იდეები. მაგრამ ისე მოხდა რომ გაიშალა ეს ყველაფერი, მასებამდე მივიდა დაიშალა ეს სახელმწიფო. ნუ ბევრი ფაქტორების არსებობდა, თუმცა მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი ეს იყო. ეხლა ამ თეზას და ქართული ოცნების მეშვეობით რა თქმა უნდა, ეხლა ბოლო პერიოდი, ხო? და განსაკუთრებით 2002 წლის ამ უკრაინის კონფლიქტის შემდეგ. ამ თეზას გაუჩნდა ანტითეზა. და ისეთი ამ თეზის ანტითეზის არტიკულირება მოხდა ფართო მასებში. შესაძლოა ადამიანმა დაიწყო უკვე გააზრება ამ პროცესის, გესმით? თან რომ შანსი არ გვაქვს, თან როგორ გვექცევიან, თან ფაქტობრივად მათი მიდგომა კოლონიური იყო ჩვენი ქვეყნისადმი. ყოველთვის კოლონიური იყო, თუმცა ბოლო პერიოდში გახდა ეს შესამჩნევი. რა თქმა უნდა. ბოლო პერიოდში გახდა შესამჩნევი, ვინაიდან
დღევანდელმა ხელისუფლებამ ასე ჩათვალა საჭიროდ, ვინმე მათ სურდათ ამ ხელისუფლების დამხობა. ესენი იძულებული გახდნენ ამ თამაშს დასრულებონ. და ამ თამაშს ესენი გადაარჩინა დაბირგეუნებით. თუ ექნება გავლენა ამ ყველაფერს პროპაგანდაზე, დასავლურ პროპაგანდაზე, უბრალოდ აი დასავლური პროპაგანდის გავლენაზე ამ ყველაფერს აქამდე ჩვენ მიჩვეულები ვიყავით, რომ ის რაც იყო ინგლისურად თუ ვინმე რამეს გვეუბნებოდა, ყველაფერი მართალი იყო. აი დაახლოებით ამ დონემდე ვიყავით დასული. დღეს ალბათ აი ეს ნდობის შემცირება ზოგადად პროდასავლური კურსის მიმართ და ევროსკეპტიციზმის გაძლიერება საზოგადოებაში უნდა ვიგულისხმოთ თუ არა რომ ლოგიკურად მოახდენს აი ამ გავლენების შემცირებას. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაიზრდება ევროსკეპტიციზმი საქართველოში. აი საქართველოში ეს არის ტრადიციული ერი ზოგიერთ რეგიონში საერთოდ თუ აი სოციოლოგიურად თუ ავიღოთ არის პრიმოდერნი, მოდერნი, პოსტმოდერნი. ადამიანთა აზროვნების სტრუქტურა საქართველოში ისე არის ამორჩეული, ნუ მასებზე აქვს საუბარი, ხო? მოწყობილია პოსტმოდერნში ვერ გადავიდა ეს სოციუმი. ეს პოსტმოდერნი, რასაც დღეს ეს ულტრალიბერალური იდეების შემოსვლა და ეს იდეები რასაც იმაშვებიან, ხო? ამ ნარატივში ვერ გადადის. ტრადიციულად მაქსიმუმ მოდერნის ფაზაში დარჩა. სადაც სუვერენული სახელმწიფო, ტრადიციული ღირებულებების დაცვა, ეს რელიგია, მართლმადიდებლობა, ამის დაცვა აქტუალურია, ისმენთ? აი ამ ფაქტორებმა განაპირობეს კიდე ერთის ამათმა მოინდომეს ფაქტობრივად როგორი მომდგომარეობა, აი საბჭოთა საზოგადოება რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა, ნუ სოციოლოგიაში ამას უზახიან სიმბიოზურ მდგომარეობას, რაც საბჭოთა კავშირი ყოფილა. ტრადიციული და მოდერნული კულტურული საწყისების ერთ საზოგადოებაში არსებობა. ნუ არის სინთეზი, არქეომოდერნულ სოციუმსაც უწოდებენ. თორსა ერთი საწყისი მოუგო პირველად, ხო, ტრადიციულმა საწყისმა. ამ მოდერნისტულ საბჭოთა მოდერნისტულ იმას საწყის ამან გამოიწვია საბჭოთა კავშირის დაშლა და შესაბამისად ეს ტრადიციული სოციუმი კიდე დარჩა ვერ განვითარდა ეს ნუ ვერ განვითარდა გონებრივად ჩამოშლები იმას კი არ ვიძახი კი არა განვითარდა აი ზუსტად იმ ფაზაში დიახ და ამასმა მოინდომეს უბრალოდ ფაქტობრივად პრიმოდერნის ყოფი საზოგადოების დიდი ნაწილი მოინდომეს გადაიყვანეს პოსტმოდერნში ამან გამოიწვია სერიოზული დაპირისპირება სხვა შორის ბევრი ნეომარქსის გერმანელი ფილოსოფოსი ამას ყურადღებას ამახვილებს, როცა ხდება დაპირისპირება, როცა საზოგადოების დიდ ნაწილში ჯერ მოდერნული ფაზა ახმული არ არის, ესმის, აი შეთვისებული როცა არ აქვს და მას უბრალოდ პოსტმოდერნი უპირისპირდება, ეს იწვევს არა გადასვლას, არამედ უკან პრიმოდერნში დაბრუნებას. ამიტომ ეს ამან გამოიწვევს ტრადიციული ღირებულებებისკენ გადასვლა ქართულ საზოგადოებაში. მოდი საქართველოს ხელისუფლების როლზეც რო ვთქვათ, სანამ მომდევნო თემაზე გადავალთ განსახილველად. საქართველოს ხელისუფლების როლი ამ ყველაფერში არის გასაგები, სწორედ ხელისუფლების პროპაგანდის ცვლილებამ, კურსის ცვლილებამ, პოლიტიკის ცვლილებამ, ბევრი მიმართულებით გამოიღო ეს შედეგი, რომ ქვეყანაში რეალურად იზრდება ევროსკეპტიციზმი. ან კი არ იზრდება, მანამდე საკმაოდ დიდი იყო, უბრალოდ ეს ყველაფერი აჩენს ამ ყველაფერს. რას აძლევს ეს საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტულად ქართული ოცნების გუნდს, რომელიც საწყის ეტაპზე თვითონვე იყო აი ამ დასავლური პროპაგანდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ერთ-ერთი გამტარი ჩვენ და პაპზე მეტი კათოლიკები იყვნენ რაღაც პერიოდით, ხო? ყველანაირად ცდილობდნენ ამ ნარატივების დამკვიდრებას. დღეს რამ გამოიწვია ამის შესვლა? გასაგებია, როდესაც დასავლური ცენტრი რეალურად დაუპირისპირდა ხელისუფლებას და მოინდომა მისი ჩამოშლა, შეცვლა, დამხობა. ამან აიძულა ქართული ოცნება, რომ წასულიყო აი ამ ნაბიჯზე და დაპირისპირებოდა პროდასავლურ პროპაგანდას, მაგრამ იდეაში რას აძლევს ეს საქართველოს ხელისუფლებას? შეძლებს ქართული ოცნება იმას, რომ თუ კი ჩამოშლის, ასე ვთქვათ, ერთ პოლუს, რომელზეც თვითონვე იდგა თავის დროზე, ეს არის მისთვის გარანტია, რომ ის აუცილებლად შეინარჩუნებს ძალაუფლებას აი ამ პარადიგმაში, სადაც ევროსკეპტიციზმი ძალიან მაღალია. აქ დასავლეთი, ნუ დასავლეთს როგორ მოხდა? ის აი ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აი დასავლური ელიტების გაიყო ორ ნაწილად. აი ტრადიციულ სუვერენულ პრინციპზე ორიენტირებული ელიტა, სუვერენიტეტზე და მეორე ლიბერალურ გლობალისტური ელიტა. ნუ ფიგურალურად ვთქვათ, რომ ჰიპოთეტურად ასე წარმოვიდგინოთ, რომ დაუშვათ ბრუსელი არის გლობალისტების ხელში, ვაშინგტონი არის კონსერვატორების ხელში. ნუ შესაბამისად მეორე მოთამაშე, გეოპოლიტიკური მოთამაშე, მესამე რუსეთის სახით, ისინი კონსერვატორები არიან, რომელიც გეოპოლიტიკაში თავის ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ნუ უფრო დაბალი დონის მოთამაშეებს ახლა რეგიონალური მოთამაშეები ირანი, თურქეთი გამოვტოვოთ ამ სიტუაციაში. თუმცა ისინი ძალიან სერიოზულ თამაშს თამაშობენ ჩვენს რეგიონში.
და საქართველოში. ამ ისეთი ბალანსი შექმნა მან, გეოპოლიტიკური ბალანსი საქართველოში, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ჭკვიანურად დაიწყო მათ ინტერესებზე ურთიერთშეკავების და ურთიერთდაბალანსების პოლიტიკის რეალიზაცია, საგარეო პოლიტიკის რეალიზაცია. არც ერთი მხარე, თავში დასავლური მხარე იმდენად ძლიერი, რომ დაამხოს, შესაბამისად მას ალტერნატივა აქვს რუსეთის სახით, რომელიც აკავებს, გეოპოლიტიკურად აკავებს გარე დიდ მოთამაშეებს დასავლეთიდან, თუმცა არც რუსეთია ისე რომ დასავლური ეს გეოპოლიტიკური აქტორები გააძევოს ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიიდან. ეს ბალანსები მე არ ვიცი ახლა ამ ხელისუფლებას მიყავდა ასეთი მრჩეველი საგარეო პოლიტიკურ საკითხებში, თუმცა ძალიან კარგად დააბალანსეს ეს პროცესი და დღესდღეობით ამ ბალანსიდან გამომდინარე ჩემი გადმოსახედიდან, როგორც პოლიტოლოგის გადმოსახედიდან ვამბობ, რომ ძალიან ჭკვიანურად დაააგეს და ამ ურთიერთშეკავების პრინციპზე მოახდინეს საგარეო პოლიტიკის იმ ინტერესების და ამ პროცესების რეალიზაციას, რო ვთქვა. ეგ დასრულებული პროცესია? არა, ეს პროცესი არ სრულდება. ეს არის აი ეს ძალთა ბალანსი, ამ ძალთა ბალანსიდან გამომდინარე ისინი ასე მოქმედებენ და ძალიან სწორად მოქმედებენ, რა თუ 2 წელიწადში, 5 წელიწადში, 10 წელიწადში ძალთა ბალანსი ყოთცვალებადია ესმით. და იმედია, არ ვიცი ახლა როდის მოხდება ეს 1 წელიწადში თუ 10 წელიწადში, თუმცა თუ 1 წელიწადში მოხდა, სავარაუდოდ ეს ხელისუფლება იქნება და გაუგებს იმასაც, თუ 10 წელიწადში, რა ვიცი, შეიძლება სხვა იყოს და სხვა ხელისუფალი ყავდეს ამ შემთხვევაში საქართველოში და იმედია ისიც გაუგებს იმ ძალთა ბალანსს, რაც შეიქმნება იმ მომავალში. მართლმა გუნდმა გამოავლინა ერთგვარი მოქნილობა, ხო? კი, რა თქმა უნდა და დღესაც იჩენს, დღესაც ავლენს, იჩენს ამ ძალიან ასე ვთქვათ, ძალიან კარგად დაუღო ალღო ამ სიტუაციას და შესაბამისად შედეგიც, სახეზეა. ქვეყანა საქართველოს უფრო მეტად სუვერენული გახდა, შესაბამისად გადაურჩით იმ კონფლიქტს, რასაც ჩართვას აპირებენ მეორე ფრონტის სახით და დღესდღეობით ძალიან ნორმალურად საგარეო პოლიტიკურ თვალსაზრისით ძალიან ნორმალურად ფუნქციონირებს. მომავალში ვნახოთ აბა როგორ გამიტარდება მოვლენები. კი ბატონო, მინდა გადავიდეთ შემდეგ თემაზე, ეს არის უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები და ის პერიპეტიები, რაც ბოლო პერიოდში განვითარდა ამ მხრივ. რა თქმა უნდა, კვლავაც უნდა შევეხოთ რუსეთის ავიაბაზებზე თავდასხმას, რასაც ჰქონდა მასშტაბური სახე. ასევე გუშინდელი ფაქტი არის ყირიმის ხიდზე თავდასხმა, ასევე უკრაინის სპეცსამსახურებმა გაავრცელეს ამის შესახებ ინფორმაცია, რომ ომის დაწყებიდან უკვე მესამედ დავარყითო კადრების გავრცელდა, როგორც ითქვა, თვითონ ხიდის საყრდენებზე მოხდა დამონტაჟება, წყალქვეშ მოხდა დამონტაჟება ასაფეთქებელი ნივთიერების, რომელიც გარკვეულ მომენტში გააქტიურდა, ამას არ გამოუწვევია, რა თქმა უნდა, ხიდის ნგრევა, მაგრამ გამოიწვია სერიოზული დაზიანება, როგორც უკრაინული მხარე ამბობს და ფუნქციონირების შეჩერება. ხიდის ფუნქციონირების შეჩერება. ეს შეიძლება და იგივე შეიძლება ვთქვათ, თვითონ ავიაბაზებზე თავდასხმაზე თავდაპირველად იქნა გავრცელებული აზრი, რომ 5 ბაზაზე თუ 4 ბაზაზე ერთდროულად მოხდა თავდასხმა, შემდეგ ეს უარყვეს, ითქვა, რომ მხოლოდ 2 ბაზაზე მოხდა და დანარჩენებზე იყო მცდელობები, მაგრამ უშედეგო. ზარალთან დაკავშირებითაც უკრაინული მხარის მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია შემდეგ მათ შორის ერთებული შტატების მხრიდან იქნა არათუ უარყოფილი, არამედ დაზუსტებული, რომ არც ისე მაღალი რაოდენობის თვითმფრინავების განადგურება მოხდა, უბრალოდ მოხდა დაზიანება, შემდეგ წყობრიდან გამოყვანა. ერთ სიტყვით ახლა ზარალი რა მიადგა რუსეთს მატერიალური ფორმით, ამით და რა არ მიადგა, ეს ჩემი აზრით ამაზე ზუსტი ინფორმაცია ვერ გვექნება, იმიტომ რომ ყველა მხარე თავის ინფორმაციას ავრცელებს, მაგრამ თავისთავად ის, რომ უკრაინამ მოლაპარაკებების წინ ამით მოიპოვა ერთგვარი მაღალი მორალური უპირატესობა, რაღაც ისეთი წარმოჩინება მოხდა, ასე ვთქვათ, მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში კვლავ უკრაინის სპეციალური სამსახურები, მათ მიერ დაგეგმილი ოპერაციები და რაღაც ისეთი დუხზე მოვიდნენ, თუ მაინც ინტერნეტი გვაძლევს ასეთი ტერმინებით ლაპარაკის შესაძლებლობას. ეს არის ცხადი. პრობლემა ამ შემთხვევაში რუსეთისთვის გაჩნდა იმ კუთხით, რომ პასუხი რუსეთის მხრიდან ამ დრომდე არ ყოფილა ამ თავდასხმაზე და ეს აჩენს ერთგვარად აძლევს საშუალებას დასავლურ პროპაგანდას წარმოაჩინოს რუსეთი იმ ფორმით, რომ არც ისე უძლეველია. ანუ კი, მას აქვს რაღაც სამხედრო პოტენციალი, ამას კი არავინ უარყოფს, მაგრამ მისი თავდაცვა არც ისე შეუღწეველია და აი აგერ დასუსტებულ განადგურების პირას მყოფ უკრაინას, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს, მასაც კი შეუძლია, რომ რუსული თავდაცვა გაარღვიოს და ესეთი ტიპის ოპერაციები ჩაატაროს. ეს არ აკნინებს რუსეთის მდგომარეობას ამ მოლაპარაკებების წინ და რა მიმართულებით შეუძლია აწი რუსეთს, რომ განავითაროს იმისათვის, რომ აი ეს აზრი გადაძალოს. იცით რა ერთ რას გეტყვით, რომ რუსეთი
ეს სახელმწიფო ზოგადად სხვადასხვა რუსეთის იმპერიის საბჭოთა კავშირის პერიოდში მას ჰქონდა სხვა ამაზე უფრო უარესი პრობლემა ომის პირობებში, ომის დროს. მაგრამ გადაულახია და ეს გლობალურ მასშტაბის ომები თითქმის ყველა მოიგო. Ну, ამას ძალიან ბევრი მეცნიერი სხვათა შორის არნოლდ ტოინბიც ძალიან კარგად აღწერს ამ პროცესებს, რომ ერთადერთი სახელმწიფოა, ვინც ამ, ევრაზიის მატერიკზე ამ გარდაცვლილი მნიშვნელობის ომები, რომელიც მის არსებობას, რომელიც მის ეგზისტენციალურ ემუქრება მის არსებობას, ხო? ეს ასეთი ტიპის ომები ყველა ომში გამარჯვებული გამოვიდა. მე უბრალოდ ერთ რაღაცას გეტყვით, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული რეპუტაციული ზიანი იყო უფრო თუ რუსეთის ამხელა სახელმწიფოთვის ხარ 7 მილიარდი იყო 2 თუ 35, იმდენად არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ამას. ეს უბრალოდ რეპუტაციული ტიპის ზიანი ამ სახელმწიფოსთვის სწორად აღნიშნეთ, რომ ეს არის სახელმწიფო, რომელიც ძალიან დასუსტებული, რომელიც უკრაინასაც ვერ უმკლავდება. თუმცა მე უფრო მეს გეტყვით, რომ მე არ მგონია მარტო ეს ბეუს უკრაინის სპეცსამსახურების შესრულებული იყო ეს ოპერაცია ეს უბრალოდ ალბათ ნატოს ქვეყნების სპეცსამსახურები აქტიურად იყვნენ ჩართული, განსაკუთრებით მიექს ბრიტანული და შესაძლოა არ გამოუცხავ ЦРУ-ც ჩართული იყო ამ პროცესში. თუმცა ეს საერთოდ არ ამართლებს ამ შემთხვევაში რუსული სპეცსამსახურების მუშაობას. ფაქტობრივად ჰქონდა ჩავარდნა. მათ ჰქონდა ძალიან სერიოზული ჩავარდნა. ეხლა მე არ მგონია ლავრენტი ბერია ცოცხალი რო ყოფილიყო ამ შემთხვევაში თავის ძველი სტატუსით. ასეთ რაღაცა მომხდარიყო რუსეთის ტერიტორიაზე. თუმცა აქ სხვა რაღაცაზეა ფაქტი, რომ ნაციონალურ საფრთხეების შესწორებულ ვერსიაში, ხო? ისეთი რაღაც ჩაიწერა, რაც ნიშნავდა რუსეთს გააჩნია როგორც შეერთებულ შტატებს ტრიადა, ასე ვთქვათ, ბირთვული შესაძლებლობები ჰაერი, ხმელეთი და ზღვა. მათ ნაციონალურ საფრთხეების დოქტრინაში უწერიათ, რომ თუ რომელიმეს საფრთხე შეექმნება, მათ შეუძლიათ ბირთვული იარაღის გამოყენება თავიანთ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, რო ავიღოდეს პირდაპირ, მათ შეუძლიათ უკვე რუსებს შეუძლიათ ამ ნაციონალურ საფრთხეების მათი დოქტრინიდან გამომდინარე ბირთვული იარაღი გამოიყენონ. თუმცა ეხლა მე დარწმუნებული ვარ იმაში, რუსები არანაირი ბირთვული იარაღის გამოყენებლები არ არიან ამ შემთხვევაში. თუმცა მე ვთვლი და ვფიქრობ, ეს დუმილი, ხო? ბოლო 2-3 დღე რაც მოხდა. აი ყველა მას პროპაგანდისტულ არხებსაც ვაუყურებ, ვაკვირდები. ფაქტობრივად თითქოს ყველა მენა ჩაიგდო ამ თემაზე. ქვეყნის პრეზიდენტი ხმას არიღებს. ერთი მედვედევიც, ჩვენ ვიცით რომ მედვედევის განცხადებები ახლა როგორია ხოლმე ყოველთვის ძალიან ისეთი მძაფრი და ემოციური შემტევი. თუმცა ისიც ძალიან ისეთი იყო ძალიან წყნარი, კი შედარებით ხუთნაში შედარებით ძალიან ისეთი განცხადება კი გააკეთა, მაგრამ მის წინა განცხადებასთან შედარებით ძალიან ისეთი მოზომილი ზომიერი იყო. ეს მე მაფიქრებინებს იმაზე, ორ რაღაცას მაფიქრებინებს. პირველი, ამერიკელებთან მიდის ესეთი ტიპის მოლაპარაკებები, რომ ამ თუ დასულდა ეს მოლაპარაკებები და შეთანხებას მიაღწეს ამერიკელებმა და რუსებმა, ისინი მიიღებენ იმაზე უფრო მეც, ვიდრე ეს გამოწვეული ზიანი და ზარალი რაც მიიღეს. ან მეორე ვარიანტია, რომ ისინი არანაირ მოლაპარაკებას ამ საკითხთან დაკავშირებით არ აწარმოებენ ცალკე ამერიკელებთან სეპარატიულად და რაღაც სერიოზული დარტყმისთვის ემზადებიან უკრაინელების წინააღმდეგ. სერიოზული დარტყმის. პრინციპში აქ ერთი მეორეს არ გამორიცხავს. მე ამას ვფიქრობ, მინაიდან ეს ასე რო არ დარჩება, მე ამას სულ დარწმუნებული ვარ. ეხლა როდის იქნება ეს 3 დღეში, 1 კვირაში, შესაძლოა უფრო დიდ შეტევით ოპერაციას ამზადებენ და იმისთვის ემზადებიან და იმიტომ არიან გაჩერებული ძალიან ჩუმად და გაყოსულები ამ სიტუაციაში. ნახოთ აბა როგორ გამithარდება მოვლენა. რა შეეხება, პირველ რიგში კიდე მაგას გავიმეორებ, რომ ეგ არ გამორიცხავს, ანუ ამერიკასთან მიმდინარე მოლაპარაკებები არ გამორიცხავს არც მეორე ვერსიას, რომ ემზადება რუსეთი სერიოზული და მასშტაბური შეტევისთვის, ამაზე სხვათა შორის ამ თავდასხმამდეც არაერთხელ იქნა, ხო, ნათქვამი, რომ რუსებს აქვთ მსგავსი გეგმები და ხდება რესურსის მობილიზება საზღვრისპირა რაიონებში, ფრონტის ხაზთან ახლოს და მათ შორის უკრაინელების მხრიდანაც იქნა არაერთხელ ეს ინფორმაცია გაჟღერებული, ამიტომ დაველოდოთ, მაგრამ რა შეეხება ახლა მოლაპარაკებებს ამერიკელებთან, ამაზე მინდა გკითხო,
ეს ალბათ და ჩვენი ვარაუდით არ უნდა შეეხებოდეს მხოლოდ აი კონკრეტულად იზოლირებულად უკრაინას და იზოლირებულად უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, ხო? და ეს ერთგვარი დასტური ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ წინა გადაცემაში ორშაბათს მერაბთან ერთად გვქონდა ამაზე ძალიან დიდი განხილვა, მაგრამ ალბათ საჭირო არის რომ საზოგადოების აზრის ფოკუსირება კიდევ ერთხელ აი ამ თემაზე მოვახდინოთ. კითხელოგის განცხადება, სადაც საუბარი არის არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ ნატოს გაფართოებაზე, მათ შორის საქართველოს თუ მოლდოვის მიმართულებით. თუ შეიძლება გავუშვათ ეს ვიდეო და შემდეგ განვიხილოთ. ვფიქრობ, ეს სრულიად მართებული შეშფოთებაა. ამ საკითხს რუსეთი ყოველთვის აყენებს. არაერთხელ ვთქვით, რომ ჩვენთვის უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ არის დღის წესრიგში. ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ასე ამბობს. შემიძლია დავასახელო ნატოს კიდევ 4 ქვეყანა, რომლებიც ამას დაადასტურებენ. გაწევრიანებისთვის კი საჭიროა ყველა 32 ქვეყნის თანხმობა. ისინი საუბრობენ არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ ასევე საქართველოსა და მოლდოვაზეც. ჩვენ ვამბობთ, კარგი, შეგვიძლია განვიხილოთ ნატოს გაფართოების შეწყვეტა თქვენ საზღვრებამდე. ეს მათი უსაფრთხოების ინტერესებია. ორი საკითხი მაქვს ირაკლი ამ თემასთან დაკავშირებით. პირველი, რამდენად პარტნიორულია ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ფაქტიურად ჩვენი პარტნიორი ვაჭრობს ჩვენი უსაფრთხოების ჩვენს გარეშე, ხო? და ეხლა ეს რაღაცა ნეგატიური კონოტაციით კი არ ვამბობ, ძვირფასო მაყურებლებო, ამ ყველაფერს მათ შორის მიმართავ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან აი ამ პროდასავლური კურსის ერთგულები, ვაჭრობა ქვია, ხო? ამას ანუ რაღაცებზე თანხმდებიან ამერიკელები და რუსები და ღიად ამბობს კითხელოგი ამ შემთხვევაში, რომ კი ბატონო, ჩვენ შეიძლება შევთანხმდეთ რუსებს იმ საკითხზე, რომ ნატოს გაფართოება საქართველოს და მოლდოვის მიმართულებითაც არ მოხდეს. რამდენად პარტნიორულია, რომ ჩვენ 30 წელია ეს ხალხი გვარწმუნებს და გვეუბნება, რომ აი რუსეთს ალკე არ უნდა ველაპარაკოთ დასავლელი პარტნიორების გარეშე, იმიტომ რომ რამე არ მოგვატყუოს და ამ დროს ჩვენ ხედავთ, რომ ეს დასავლელი პარტნიორები ჩვენ გარეშე ვაჭრობენ რუსეთთან იმ თემით, რაც ჩვენთვის ეგზისტენციურია, როგორც გვარწმუნებენ. ეს ერთი საკითხი. და მეორე საკითხი, რაც ალბათ კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, როდესაც ეს გაფორმდება და თუ კი გაფორმდება, რა რჩება საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის დროს ვაჭრობის ბერკეტად. აქამდე ჩვენთვის ხომ ეს იყო ნატო, რომ თუნდაც ტერიტორიებზე ვესაუბროთ, თუნდაც სხვა ნებისმიერ თემაზე ვესაუბროთ, ჩვენ ხელში გვიჭირავს ნატოს კოზირი, რომ პირობითად აი უარს ვიტყვით ნატოზე თუ დაგვიბრუნებენ ტერიტორიებს, ასე ვთქვა და მოხდება დეოკუპაცია. პირობითად, აი ძალიან უტრირებულად თუ ვიტყვით, აი ამ დონემდე იყო დაყვანილი. დღეს თუ კი ნატო თვითონ იტყვის უარს საქართველოზე და ამას იურიდიული სახე მიეცემა და დოკუმენტი შეიქმნება, საერთაშორისო სამართლის იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი. შემდეგ უკვე საქართველოს აღარ რჩება რუსეთთან სავაჭროდ, რითი შეგვიძლია რომ ვესაუბროთ ჩვენს ჭრდილოელ მეზობელს. აი ეს ორი თემა რო გავშალოთ. ეცრა მე მოყვებით ამ თემაზე, პრინციპში საქართველოს არც არაფერი არ რჩება რუსეთთან მიმართებაში. რომ ევაჭრო რაღაც ტიპის ძალა უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს, რომელიც საქართველოს არ გააჩნია. ჩვენი ძალა იყო, ნუ ეხლა ძალის სესხების პრინციპი არსებობს საერთაშორისო ურთიერთობებში, ჩვენ თვითონ ნატოს გამსესხულობდით ძალას, რათა შეეკავებინათ ამ შემთხვევაში რუსეთი და შესაბამისად ამით ევაჭრათ მეორე მხარესთან. თუმცა ჩვენ არ ქონდა არანაირ შესაძლებლობა, ჩვენ ელიტებს არ ქონდათ, ვინმე ამერიკელები უგზავნოდნენ ამას პირდაპირ, მოდი ვთქვათ რა. კი გვეუბნებოდნენ, რომ დაელაპარაკეთ რუსეთს, მაგრამ რეალობაში უგზავნავდა, ხო? შესაბამისად, მაშინ თუ იყო რამე ბერკეტი შესაძლებლობა გვევაჭრა რუსეთთან, დღე ამის შემდეგ არ ამგონია რამე ისეთი დარჩეს. დღეს კიდე აქ ამ ხელისუფლებას შესაძლებლობა დაიწყოს რაღაც დონეზე მაინც დაიწყონ ურთიერთობა, შესაძლოა არის ახლა საჯაროდ არ ქვეყდება და არის შესაძლოა მე არ ვიცი ახლა სიმართლე რო გითხრათ. და თორემ თუ ისინი შეთანხმდნენ ამ ასეთი ტიპის ხელშეკრულება გაფორმდა, აი არა იცით რა ნატოს ეს კოლექტიური ხელშეკრულების მოწრა ნატოსთან რუსეთს არ სჭირდება ამ შემთხვევაში. მას შეუძლებს მხოლოდ ამერიკელებთან გადაწყვეტილების მიღება ხდება კონსენსუსის გზით ნატოში მიღებასთან დაკავშირებით. შეერთებული შტატები, რომელიც არის ნატოს ნომერ პირველი სახელმწიფო, თუ მოახდენს მემორანდუმს გააფორმებს რუსეთთან, ამ შემთხვევაში დასრულებულია იმ ქვეყნის ინტეგრაცია, რომელზეც საუბარი იქნება ამ მემორანდუმში. ვინაიდან მას შეუძლია დაბლოკოს საერთოდ, თუ დაუშვათ ბრიტანელები და ევროპელები მოითხოვენ დაუშვათ ინტეგრაციას, ხო? ამ ქვეყნებისა, თუნდაც 2008 წელს მაშინ იმათ რომ გერმანელებმა და ფრანგებმა დაბლოკეს. მაგად აბრალდა. შესაბამისად ახლა გაუფორმებს, მოხდება დაუშვათ, ხდება იურიდიული პროცედურა, მოახდინეს ეს თავის პარლამენტში, გოსდუმაში
კონგრესში მოახდენს რატიფიცირებას ამ მემორანდუმის შესაბამისად, რაც არ უნდა იყიროს სტარმერმა ან მაკრონმა, ამ სახელმწიფოთა ინტეგრაცია ამ ორგანიზაციაში ვერ მოხდება. და ამ ხელისუფლებას როგორ ჩანს, გუშინ თავდაცვის მდივანმა იმის განაცხადა, რომ უკვე მოთმენა დროს კარგავთ რა, ან სერიოზულს ჩინეთის მიმართულებით აპირებენ გადართვას და ეს უკრაინული პრობლემა ძალიან სერიოზულ იმას უქმნის ატორმოზებს ამ სიტუაციას. შესაბამისად, ამერიკელები ამ პოსტსაბჭოთა ზოგადად დაინტერესებული არ არიან ეს ელიტა, ეს ადმინისტრაცია. ამას თქვენ ხეთ რუსეთმა მოსკოვმა შესთავაზა, ეთყობა, არსად არ გაჟონი არ გვინახია ეს დოკუმენტი, თუმცა რაღაც ეთყობა სიტყვიერი იყო და კელოგის პასუხი ეგრევე პასუხი მოყვა, ამას ჩვენ მზად ვართ ამ თემებზე ვისაუბროთ. და პარტნიორობის ნაწილშიც რო ვთქვა. და პარტნიორობის საჯაროდ გვეუბნებოდნენ პარტნიორები, არანაირი პარტნიორები ესენი ჩვენი არ იყვნენ. დიდ და პატარა სახელმწიფოს შორის ურთიერთობის დროს პარტნიორობის მიღწევა ძალიან რთულია. რატომ ახლა ისრაელი არ მეგონი ტერიტორიულად იმათ სერიოზული ლობი ყავთ, ახლა ებრაელებს ყავთ სერიოზული ლობი, ნომერ პირველ ლობი ყავთ შეერთებულ შტატებში. და იქიდან გამომდინარე ხდება ეს ყველაფერი. ჩვენ მხოლოდ ვასრულებდით ამ სამხრეთ მიმართულებაზე ამერიკელებისთვის, აი წმინდა პაიკის ფუნქციას ვასრულებდით. ნატოსთვის და განსაკუთრებით ამერიკული გეოპოლიტიკა, ანგლო-საქსონური გეოპოლიტიკის. ნატოზე უარი ნიშნავს თუ არა ევროკავშირზე უარსაც. ესეც საინტერესო საკითხი. მე დარწმუნებული ვარ, როდესაც ნატოზე გაფორმდება, რომ ჩვენ ვერ გავხდებით ნატოს წევრები, მე დაიწყება რომ არაუშავს ევროკავშირი ხო მაინც აქ არის. აი ეს რამდენად რეალურია, რომ ნატოს ხოლგის გარეშე ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნის მოხდეს, რომელიც არის კონფლიქტურ რეგიონში, რომელიც ესაზღვრება რუსეთს, რომელსაც არ აქვს ისედაც არ აქვს არანაირი საზღვარი, პირდაპირ სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან და პლუს ამას ემატება, რომ არც უსაფრთხოების ხოლგა არ ექნება. ნატო ევროკავშირი, რომელიც თავისუფლად არის ეკონომიკური კავშირი პირველ რიგში, შემოიტანს საკუთარ ეკონომიკას ისეთ ქვეყანაში, რომელსაც არ იცავს ნატოს ხოლგა. არავინ არაფრის შემომტანი არ არის ევროპისათვის. უმთავრესი იყო მხოლოდ რესურსები, ჩვენ ვასრულებდით დერეფნის ფუნქციას, რათა აღმოსავლური რესურსები გადაკაჩულიყო დასავლეთში და უკრაინას თვითონ ჰქონდა ის რესურსები, სხვა ტიპის რესურსები, რომლის გადაკაჩვა სურდათ. თუ ეს რესურსები ყველაფერი ნელ-ნელა კარგავს უკრაინა როგორ ჩანს, ერთი ისე ვქვია მეტალ როგორ არის ლითონებზე ის უკვე ამერიკელების ხელშია, თუ რაც არის, რა ვიცი, თუ არის რამე. გაიყვეს რუსებმა და ამერიკელებმა. ისიც გაიყვეს, შესაბამისად არანაირი ინტერესი ეკონომიკურ თვალსაზრისით ჩვენი ინტეგრაციის და უკრაინელების ამ შემთხვევაში, ხო? ეს დიდ დანახარჯი იქნება ევროკავშირის და ევროპელებისთვის. ჩვენ პოლიტიკურ ელიტას რა ეშველება, ესეც საინტერესო თემა არის. საქართველოში ბოლო 30 წელია ჩამოყალიბდა პოლიტიკური ელიტა, რომელსაც ამ ევროპული კურსის მიმართ, ინტეგრაციის მიმართ, ჩვენ მინდა ამას ხაზი გავუსვათ ხომ, როცა ვსაუბრობთ, ვახსენებ დასავლურ კურსს, იგულისხმება ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის კურსი, თორე პარტნიორობა ევროკავშირთან თუ შეგვიძლია ამას პროდასავლური კურსი დავარქვათ, კი ბატონო, ამაზე მეც პროდასავლელი ვარ და ალბათ ყველა, იმიტომ რომ არავინ ვართ იმისი მომხრე, რომ კარი ჩავკეტოთ და რაღაც დაუპირისპირდე და მტრებად გადმოვეკიდოთ ისინი გვიკეტავენ თორე ვარიფწერია ხო ჩვენი სურვილი ეს ყოველ შემთხვევაში არ არის მაგრამ ის რომ ინტეგრაცია და პარტნიორობა არსებითად განსხვავებული ცნებებია მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ელიტა 30 წლის განმავლობაში ემსახურებოდა იმას რომ საზოგადოება დაერწმუნებინა რომ ევროინტეგრაცია და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ეს არის რეალური ამოცანა და რეალური სტრატეგია და რეალური პოლიტიკა თუ კი ეს დაიხურა ეს შესაძლებლობა და ეს იურიდიულად გაფორმდა რა ეშველება ჩვენს ამ ელიტების ზოგიერთ ნაწილი ამ ელიტის შემადგენელი ზოგიერთ ნაწილი ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად გარდაიქმნება და გადმოვა სხვა ნარატივზე გადავა ზოგიერთი ვინც დარჩება ძველი იმათაც ყავთ ხა იდეურად ლიბერალები რომელიც დღესაც შეიძლება წამდეს მართლა წამდეს ბევრი ატყუებდა ფულს აკეთებდა ამაში კვესტაძე არის ეგეთი არ ვიცი ახლა ეკა თუ ვინმე სხვა თუმცა ნუ რეალობა ასეთი გვაქვს ჩვენ საქართველოში და იმათ დელეგიტიმაცია ვინც ძველი ლიბერალური პარადიგმაში დარჩება სრული ლეგიტიმაცია მოხდება იმ პოლიტიკური ელიტური ჯგუფისა რა თუმცა მე ელიტები თუ წარმოიქმნება აი ეს არის ამ შემთხვევაში ჩემთვის წესით წარმოიქმნა წესი გეოპოლიტიკური გარდაქმნა აზრს და ეს პირველად გეოპოლიტიკური გარდაქმნა რეგიონში ეს გამოიწვევს ახალი ელიტების გაჩენას რა თქმა უნდა წამოვა ახალი ელიტა ახალი იდეებით და შესაბამისად ახალი პოლიტიკური კლასი ფორმირდება ან შეივსება განახლდება დღეს არსებული ელიტა ზოგი წავა ზოგი მოვა ნუ ჩაული პროცესები ნებისმიერ ქვეყანაში ასე ხდება ნებისმიერ გეოპოლიტიკურ რეგიონში ასეთი პროცესები მიმდინარეობს იგივე იქნება საქართველოშიც ანუ საქართველოში ეს ამ ყველა ახლა ნაციონალ მოძრაობის თემა პირდაპირ
დასრულებულია ქართულ პოლიტიკურ სისტემაში და ეტაპობრივად სრულდება ეს ფაქტია. ეს დასრულდება. აი ეს არის ნაციონალური მოძრაობა არის ამ შემთხვევაში. ერთადერთი შანსი, რომელიც შეინარჩუნოს ბოლომდე. ერთადერთი შანსი მათ აქვს თუ აი რა ვიცი ახლა თუ უკრაინული არმია აიღებს მოსკოვს. აი ეს აქვს შანსი მე სხვა ძალთა ბალანსის შეიძლება საერთაშორისო სისტემაში რომ ეს გლობალისტები იმარჯვებიან და ამათ კარდულანში ეხსნებათ აკაც. ახლა რა ვიცი ნორმალურად წარმოგიდგენიათ ეს რაღაცა არ მოხდეს? მე ეს ნორმალურად არის 2022 წელს წარმოვიდგინე. ხო და აბა დასრულებულია. ჩვენი საზოგადოების სამწუხაროდ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ პერიოდში დარწმუნებულიც კი იყო რომ ეს ასე მოხდებოდა და გვახსოვს ახლა ჩვენ მე ერთხელ მქონდა ხო ერთადერთი შანსი ეს არის ამათ მე სხვა არანაირი შანსი არ ერთხელ მქონდა საუბარი ერთ-ერთ აი ესე ძალიან სლავა უკრაინელთან და ეგ შეკითხვა დავსვით კაცო 2022 წელი იყო მაშინ ჯერ კიდევ აი მოდი მეთქი თეორიულად მესმის მჯერა დაუშვათ და მოყვები ყველაფერში რომ აგერ უკრაინელები მოსკოვის მისადგომებთან არიან მაგრამ კაცო შეგაჭე ეს რომელი პერიოდია ჭურვები რო დაუმთავრდა რუსეთს ხო ჭურვები აი ომის დაწყებიდან სამთოში ხო აღარ ქონდა რუსეთს ეს არ ზაჟანგული ტანკები და არ ჭურვები და მაშინ ვეკითხებოდი რომ აი თეორიულად დაუშვათ მეთქი რომ მოდი აბა ვერ მოიგოს უკრაინამ ეს კონფლიქტი და მოიგოს რუსეთმა აი მე რა შვებ ჩვენ სად მივდივართ პასუხი მაშინ ამ ხალხისგან იყო ის რომ ამისი დაშვება არ შეიძლება ამაზე არ უნდა ვიფიქროთ საერთოდ ეს აზრი რომ მოგდის თავში უკვე ეგ არის კრემლის პროპაგანდის ბრალი და რაღაც ისეთი ჩემი შეწოდება რომ ჩემი ბრალი კი არ არის თურმე მე იმდენად უტვინო ვარ ვერც ვიაზრებ რომ ამ კრემლი რაღაცა გავლენას ახდენ ჩემზე ის მომენტი რომ თურმე თვითონაც საწინააღმდეგო პროპაგანდის მსხვერპლები არიან ეს დაშვება მათ გაუჩნდათ ალბათ უკვე 2023 წლის ან 24 წლის ბოლოს თუმცა აი სამწუხაროდ რაღაცები ხდება ხოლმე გვიან და როცა ურემი გადაბრუნდება გზა მე რეჩნდებაო მე არ მინდა რომ საქართველოს ასე დაემართოს და იგივე რუსეთთან დიალოგის დაწყების თემაც არ აღმოჩნდეს ჩვენთვის დაგვიანებული, როდესაც მოგვიწევს არა რაღაც კონკრეტული შეტევაზებით მისვლა, არამედ მხოლოდ მატკეთილნებაზე. მაგ თემას დავამატო, რომ აქ დამოკიდებული ერთი გავითვალისწინოთ რუსეთი ამ კონფლიქტში არ დამარცხდება, ეს ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ეს არის გამორიცხული თემა, ეს ერთი. მეორე აქ გვაჩვენებს იმას, რომ როგორ დასრულდება რუსულ დასავლური დაპირისპირება უკრაინისთვის აი ეს სერიოზულად განაპირობებს ჩვენ შესაძლებლობებს შევაჭროთ დასავლეთს თუ აღმოსავლეთს რუსეთს თუ დაუშვათ და სხვა რომელიმე სახელმწიფოს აი ის განსაზღვრავს აქაც იმ ძალთა გეოპოლიტიკურ ძალთა ბალანსს და შესაბამისად ამის შემდგომ შესაძლებელია გავიაზოთ რა შეიძლება შევაჭროთ რუსეთს თუ სხვა გეოპოლიტიკურ მოთამაშეს ჩვენს რეგიონში კი ბატონო და აი ბუნებრივად მივახლოვდით მესამე თემას რაც დღევანდელი გადაცემისთვის ჰქონდა მომზადებული ასე მოხდება თუ ისე მოხდება როცა იქნება რომ გაფორმდება რომ აი საქართველოსთვის ნატოს კარი დასავლური სტრუქტურების კარი იკეტება ეს ალბათ ვიღაცებისთვის იქნება დიდი ტრაგედია ვიღაცები ალბათ ჩათვლიან რომ საერთოდ საქართველოს არსებობასაც აზრი აღარ აქვს თუ ეხა ევროპაში არ მივდივართ აბამაში საერთოდ რატომ უნდა ვიყოთ სახელმწიფო აი ესეთი დამოკიდებულებები სამწუხაროდ არის როდესაც ჯერათ ხოლმე რომ საქართველოს არსებობის ერთადერთი გამართლება ეს არის თუ ის მოემსახურება პროდასავლურ კურსს მაგრამ საბედნიეროდ საქართველოში ეს არ არის მოსახლეობის უმრავლესობა და მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ ხალხი, რომლებსაც კარგად გვესმის, რომ თუ რომელი კარიც არ უნდა დაიკეტოს, ამ ქვეყანამ არსებობა უნდა გააგრძელოს, რაღაცა გზა უნდა იპოვოს და რაღაცა გზით უნდა განვითარდეს, ხო მართალია? აქამდე ისე ქონდა საკითხი დაყენებული, რომ ყველაფრისთვის ამ ნატოს ხათრით ხაზი ქონდა გადასმული, რომ არც მარტო რუსეთთან ხო არ ქონდა ლაპარაკი აკრძალული, არც რუსეთს არ უნდა ველაპარაკოთ, არც ირანს არ უნდა ველაპარაკოთ, იმიტომ რომ იქ ამერიკას ომი აქვს, არც ჩინეთს არ უნდა ველაპარაკოთ, იმიტომ რომ ამერიკას იქ პრობლემა აქვს 3+3-ზე, სადაც კავკასიის 6 ქვეყნიდან 5 მონაწილეობს, ჩვენ არ უნდა დავესროთ, იმიტომ რომ იქ დასავლელი პარტნიორები არ ყავს. ანუ ჩვენ თვითონ დავიყენეთ ჩვენი თავი იმ მდგომარეობაში, რომ ნატოს იქით ყველაფერზე ქონდა ხაზი გადასმული, მაგრამ მოგვიწევს რომ რეალობას შევხედოთ თვალებში, აი რა პროცესები, რა პერსპექტივები აქვს საქართველოს დასავლური ვექტორის გარდა, საით შეიძლება იყოს საქართველოსთვის ურთიერთობები მომგებიანი და ხომ არ შეიძლება ეს იყოს მართლაც ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა, ან აი ეს შუადერეფნის იდეა და კონცეფცია, რაც როგორც ჩანს ჯერ კიდევ განვითარების სტადიაზე. ისეთ როგორი პროცესი. სანამ ვიტყვით, უბრალოდ მე მინდა მაყურებელს ვაჩვენოთ პირველი ასე ვთქვათ დიდი სიახლე არის ამ მხრივ რომ პირველად ჩინეთიდან დაიძრა უშუალოდ აი კონკრეტულად დაიძრა მატარებელი პირველი ტრანსკასპიური
მარშრუტი, რომელიც ამუშავდა და 18 დღე დაჭირდება ამ მატარებელს რომ ჩამოვიდეს საქართველოში. აქ მოცემულ სტატიაში არის საუბარი ასევე ღირებულებაზე, რა ღირებულების საქონელი გადააქვთ, ტვირთგამტარიანობაზე და ასე შემდეგ, თუმცა ეს ალბათ დეტალებია და არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც თავად ფაქტი, რომ ეს პროექტი არ არის უკვე მხოლოდ ჰიპოთეზა, არამედ კონკრეტულად აი პირველი მატარებელი ჩინეთიდან წამოვიდა და ის აუცილებლად ჩამოვა საქართველოში 18 დღეში. აქვს თუ არა ამას მართლაც რაიმე პრაქტიკული მნიშვნელობა და აქვს თუ არა პერსპექტივა საქართველოს ამას? ვიცით როგორი მომენტი და როგორი სიტუაცია, ამ გლობალური გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მინდა გავაანალიზო ამ საერთაშორისო სისტემის ტრანსფორმაციის პროცესიდან გამომდასაც ველოდებით, ხო? ხლა როგორც ჩანს, ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამ ადმინისტრაციისა ორიენტირებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისკენ. შესაბამისად, მათ შორის დაიწყება სერიოზული დაპირისპირება, როგორც ჩანს, უკრაინის კონფლიქტის გაგრძელება და არ გაჩერება, ხო? ეს აძლევს გარკვეული მანევრის საშუალება ჯერჯერობით ჩინეთს ამ სიტუაციაში. შესაბამისად, ეს კონფლიქტი მორჩება, არ მორჩება თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. მათი საგარეო პოლიტიკური სტრატეგიიდან გამომდინარე რაღაცა ფორმით მოახდენ შეერთებული შტატები გადასვლას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისკენ. უკვე მიმდინარეობს პროცესი, როგორც ვკითხულობდით და ინფორმაციები ვრცელდება უკვე ტაივანის იარაღება დაიწყეს შეერთებულმა შტატებმა. რუბიოს განცხადება ცნობილი, რომ ჩინელ სტუდენტებს ვიზების გაცემებზე პრობლემები აქვთ უკვე სახელმწიფო დეპარტამენტმა, რუბიოს ზანებით უჩერებენ ზოგის ანულირება მინდის და ამ შემდეგ. როგორც ჩანს, ძალიან სერიოზული დაპირისპირების სპირალში შედის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია მთლიანობაში. და ეს დაპირისპირება ისე ფაზაშილება შევიდეს, რომ არც შეერთებულ შტატებს, ჩვენ ვთქვით, რომ მაინც და მაინც დიდი ინტერესი არ აქვს პოსტსაბჭოთა სივრცისადმი. უკვე წარმოგიდგენიათ, ფაქტობრივად 30 წელია რეგიონის ათვისებას ცდილობენ და კელოგი გამოვიდა იმის წარმომადგენელი პრეზიდენტის და ამბობს ერთი ხელის მოსმით ჩვენ მზად ვართ, ფაქტობრივად გავიდეთ რეგიონიდან. ფაქტობრივად ამას საჯაროდ ამბობს. საჯაროდ არის უბედურება. შესაბამისად, მათ უფრო სერიოზული ასე თქვათ პრობლემა სხვა მიმართულებაზე აქვს, სადაც მთელი თავისი ყურადღების კონცენტრირება გადასვლა სურთ იქითკენ, ხო, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ჩინეთის წინააღმდეგ. რამდენად შესაძლებელია ამ დროს, როცა ორი დიდი, ჩინური გიგანტი და ამერიკული გიგანტი დაუპირისპირდება ერთმანეთს, თუ ამერიკის შეერთებული შტატები ვერ იცლის, ჩინეთი როგორც თავდაცვის პოზიციაში ყოფი ქვეყანა, როგორ შეიძლება მოიცალოს სამხრეთ კავკასიისთვის, მე ვერ წარმომიდგენია, ხო? შესაბამისად, ეს ფაქტი რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ცუდია. თუმცა ამ მიმართულებით ჩინეთსაც ვერ მოიცლის რა, შესაძლოა ეს ერთ წელიწადში დაიწყოს. ეს შემთხვევაში თუ მოხდა ჩინეთის ჩათრევა რაიმე რა თქმა უნდა და მე დარწმუნებული ვარ მოხდება ეს, მე არ ვიცი რა შეიძლება ერთ წელიწადში მოხდეს. ერთ წელიწად ნახევარში, შეიძლება 3 თვეში, არ ვიცი, თუმცა ეს დაპირისპირება სერიოზულად წავა. ეხლა უკრაინის კონფლიქტი რო არ იყოს, ეხლა გაცხელებული ცხელფაზაში იქნებოდა მათ შორის ეს პროცესები შესული უკვე. ანუ პროცესი რო სრულად წარმოვიდგინოთ თქვენი ვერსიით, ჩინეთის ჩათრევა რაიმე დიდ გლობალურ თუ არა ყოველ შემთხვევაში რეგიონში მინიმუმ ეკონომიკური დაპირისპირება ხო იქნება რა. ეკონომიკური დაპირისპირება ფაქტურად არის ხო უკვე შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ტარიფების ომი სხვა არაფერია თუ არა მართლა პირდაპირ ეკონომიკური ომი, მაგრამ აი თუ კი მოხდება ცხელი ფაზა, ასე ვთქვათ, სამხედრო ოპერაციის ჩატარება და გვახსოვს ჩვენ აი ტაივანთან დაკავშირებით პოზიციები, ახლოსაც იყო ერთი პერიოდი პროცესი, რომ იქ შეიძლება რამე მომხდარიყო ჩინეთმა დაიწყო მასშტაბური წვრთნების ჩატარება და ასე შემდეგ, თუმცა შემდეგ კუნძულებზე განალაგა თავისი იარაღებული ძალები შეჩერდა ტაივანის გარშემო ეს პროცესი. ეხლა თუ მოხდა ჩინეთის ჩართვა აი ასეთ ამ ყველაფერს აკავებს ის რომ ჯერჯერობით როგორც ჩანს როგორც რუსეთი ჩაითრეს უკრაინაში, აი იგივე მოდელი ცდილობენ ჩინეთის ჩათრევას ტაივანში. როგორც ჩანს და იქ ფილიპინები კიდე სხვა სახელმწიფოებთან პრობლემები არის რა ამ სახელმწიფოებთან. მათ სურთ ამ იმაში ჩათრევა, როგორც ჩანს, როგორც რუსეთი ჩაითრეს უკრაინაში. საქართველოსთვის რა არის ასეთ შემთხვევაში მაშინ საინტერესო ამ მიმართულებაზე და აი თუ ამბობთ რომ ვერც დასავლური ვექტორი ვეღარ ამართლებს ამ ქვეყანაში და ვერც შორეული აღმოსავლური ვექტორიც არის. საქართველოში დღეს ზუსტად ეს ჩინური მატარებლის შემოსვლა, აი ზუსტად იმის მანიშნებელია, ყველა მხრიდან ცდილობენ აი ბალანსების გარე ძალების, გარე გეოპოლიტიკური აქტორების ინტერესთა ბალანსზე თამაშობენ, გესმით? აი ჩინეთი, რუსეთი, ევროკავშირი, უფრო დაბალი რეგიონალური თურქეთი ამ შემთხვევაში, ამათ ინტერესების დაბალანსებაზეა ორიენტირებული ამათ საგარეო პოლიტიკა, რაც ძალიან ფრთხილი პოლიტიკიდან გამომდინარე, რაც ჯერჯერობით ამას შედეგი მოაქვს,
გესმით, როგორი მომდგომარეობაა. შესაბამისად, რაღაც დოზით ჩინეთიც შემოყავთ რეგიონში, რაღაც დოზით შეერთებული შტატები არის. გვჭირდება გრძელვადიანი სტრატეგია, ანუ ეს ეფექტები გასაგებია, მაგრამ მუდმივად ამ რეჟიმში შეიძლება არსებობდეს სახელმწიფო რო აი რეაგირების მოგერიების თავარი რა არის, იცით? აი პოლიტიკური ელიტის საქართველოს ნაირ ქვეყნებში პატარა სახელმწიფოებზეა, როდესაც რეგიონში არის რამოდენიმე გეოპოლიტიკური აქტორის ინტერესი, გეოპოლიტიკური სუბიექტის, დიდი გეოპოლიტიკური სუბიექტებზეა, აქტიურ სუბიექტებზე საუბარი აქვს. ამ შემთხვევაში ეს ბალანსები ხშირად იცვლება, ცვალებადია. იმ ელიტების, რომელიც არის, ვინც მართავენ კონკრეტულ შემთხვევაში, ხო, ამა თუ იმ ქვეყანას, მათი თავარი, ასე ვთქვათ, მათთვის თავარი რა არის? ეს არის რომ ამ ძალთა ბალანსების ცვლილებას აუყონ ფეხი. აიყოლიონ აყოლენ რა. გასაგებია არ გაიჭყლიტონ თამაში. არ გაიჭყლიტონ. თუ შეიცვალა, ხდება პატარა სახელმწიფოებმა ასე უნდა იმუშაონ და ითამაშონ. მაგრამ მაინც ხო გჭირდება გრძელვადიანი, მაგალითად ეკონომიკური პარტნიორი. ეს ყველაფერი ეს ვერ იქნება ჩინეთი. თუ ძალთა ბალანსი რაც შეიქმნა ის გრძელვადიანი იქნება, შესაბამისად ის პროექტი გრძელვადიანი იქნება. გასაგებია. ჩვენ ვერ განსაზღვრავთ ამას როდის საქართველოს ძალიან აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, ასევე სამხრეთის მიმართულებითაც და იგივე არაბულ სამყაროსთან ბოლო პერიოდში მათ შორის სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, ასევე ინვესტირება ამასინად იყო ნიუსი, სადაც არაბთა გაერთიანებული ემირატების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ადმინისტრაციის წარმომადგენელი მადლობას უხდის აქ ჩვენს ხელისუფლებას ინვესტორებისთვის, საჭირო გარემო შექმნისთვის და ასე შემდეგ. შეიძლება რომ არაბული სამყარო ახლო აღმოსავლეთი აი ეს იყო საქართველოსთვის გრძელვადიანად საინტერესო ეკონომიკური არა მგონია, იცით რა, არა მგონია არაბული სამყარო იყოს გრძელვადიანი პერსპექტივაში ჩვენთვის ანუ ეკონომიკური ესეთი პარტნიორი, ვინაიდან უფრო დიდი მოთამაშეები, უფრო დიდი ეკონომიკებით, რომლებსაც სურთ ამ რეგიონში თავის ინტერესები გააჩნიათ. ეხლა, სიტუაცია შეიქმნა და მე საერთოდ მე არ ვიცი ეხლა ამ არაბებთან მიმართებაში რატო არის ასეთი დიდი, ასე ვთქვათ, ორიენტაცია ეკონომიკური მიბმა სურთ ამ ჩვენს ხელისუფლებას. და როგორც ჩანს, ალბათ დიდი თანხა შემოდის და დიდი ძალი თანხი შემოდის. და იოლად შემოდის ავარაუდოდ ეს არის ამ შემთხვევაში მოტივატორი, რომ იოლია იმათთან საქმის დაჭერა. და აქედან გამო აქ შესაძლებელი იყო ჩემი აზრით თავარი მაინც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების არაბებზე და არამინე სხვაზე მაინც გარკვეული საწარმოების შენებლობა ინდუსტრიის განვითარებაზე იყო თავარი აქცენტი გასაკეთებელი მეცნიერების განვითარება, ტექნიკური დარგების განვითარება შესაბამისად სხვა ინდუსტრიული მიმართულებების განვითარება და რაც ისეთი ახლა საქართველოს პატარა და ისეთ ტექნოლოგიურად განვითარებულ მასშტაბში ვერ შექმნას, თუმცა რაღაც არის ბაზრები, სადაც ჩვენს მიერ წარმოებულმა პროდუქციამ გარკვეული ბაზა დაიკავოს. პატარა რო არ ეგ პლუსიც ხო არის რაღაც თვალსაზრისით, იმ თვალსაზრისით, რომ ერთი ორგანიზება უფრო მარტივია, რადგან პატარა ტერიტორიაზე საუბარი. მეორე, პატარა შიდა ბაზარი შეიძლება წარმოებლისთვის ვიღაც ბიზნესმენისთვის იყოს პრობლემა, რომ აქ ვერ გაყიდის იმდენ პროდუქციას, რომ ამდენსაც მაგალითად დიდ ბაზრებზე, მაგრამ თვითონ ქვეყნისთვის ეს ხო პირიქით უფრო მარტივად გადასაჭრელი ამოცანა. პირობითად რო ვთქვა, აი 3 მილიონი კაცის გამოყვება ხო უფრო ადვილი ამოცანა, ვიდრე მილიარდ ნახევარი კაცის გამოყვება, ხო, რისინაში. მაგრამ მე უბრალოდ ახლა მაღალ ტექნოლოგიურ ამისე დარგების განვითარებაზე მქონდა საუბარი, თორემ ესეთ მრეწველობის განვითარება, რომელიც სოფლის მეურნეობაზე კოოპერირებული მიბმული იქნება, ეს შესაძლებელია. თუნდაც არაბებზე, ძალიან მე მგონი კულტურული ფაქტორებიც არის შეიძლება პრობლემების შექმნას ამ არაბების შემოსვლამ, შემოყვანამ. გასაგებია ფინანსური და ეკონომიკური ფაქტორი ერთია, თუმცა კულტურული ფაქტორებიც არის. ეს უმთავრესია, რა თქმა უნდა. და პირისპირება გამოიწვევს და ის თანხა შემოსული თანხა საერთოდ უხრად დარჩეს უყურად თეძლიან ქვეყანას, ხო? ქვეყანას. შესაბამისად არ ვიცი ხა რა სტრატეგიის ნაწილია ეს და რას შემოიტანენ და რას ააშენებენ საქართველოში. ქსენიათ რამე საწარმო უნდა აშენონ, არ უნდა ასაკმონ ხალხს. არა, სამწუხაროდ აქ არ არის. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ეს არ ვიცით. საჯაროდ ეს ართმულა და თუ ეს ასეა და რაიმე ქარხნების აშენებას აპირებს ეს ხალხი აქ და იმისთვის შემოყვავს და იმისთვის ვდებთ ამ ინვესტიციებს უნდა ვიცოდეთ, ხო? იმედია ხა არაბული, ისლამურ კულტურიდან გამომდინარე იქ ისეთ რაღაცების გაკეთება არ მინდა ხა დავერთაშ თქვა, ის რაღაცების გაკეთება შეიძლება და იმის გადმოტანა ხო არ უნდათ. რაც ჩვენთვისაც მიუღებელია. მივხვდით ალბათ მე რაზე მაქვს საუბარი. კი და იმედი გვაქვს ყოველ შემთხვევაში, რომ ყოველ შემთხვევაში ხა ხელისუფლება მაგალითად იმედს ისეთ დიდი სიამაყით ქონდა ეს ნიუსი გამოდებული, რომ აი არაბი ინვესტორები მადლობას გვეუბნებიან, რომ მათაც ხო უნდა ესმოდეთ ეს, რომ ეს არ არის დიდად პოპულარული ქართულ მოსახლეობაში. ეს ამას შეიძლება სერიოზული კოლიზები გამოიწვიოს. ალბათ მეტი სიცხადე არის პროცესში. საჭირო თუ ეს ხალხი ფულს დებს აქ წარმოების განვითარებაში, რა ტექნოლოგიები შემოაქვთ და თუ ეხლა მარტო არაბული სოფლები უნდა აშენდეს და ეგ არის მათი ინვესტიცია, არ ამგონია რომ ვინმე ამ ქვეყანაში მაგას თანახმა იღებს. არა, ამას შეიძლება სერიოზული სოციალური აფეთქება,
დაპირისპირება და სამოქალაქო ეხლა ომი არ მგონია ეხლა არა მაგრამ ნუ ამის საშიშროება შეიძლება დროთა განმავლობაში დადგეს ასეთი ტიპის საშიშროებებიც ხო კი ბატონო და ნუ პრინციპში რჩება მარტო ჩრდილოეთის მიმართულება ვიღაცა იტყვის რომ სპეციალურად ლაპარაკობთ ეგრეო რომ ბოლოს მარტო ეგ დარჩესო მაგრამ აი თუ მართლაც მოხდა ისე რომ ვეღარც დასავლეთში ვეღარ ნახეთ გრძელვადიანი პარტნიორი ჩინეთის და აღმოჩნდა საკმაოდ შორს იმისთვის რომ ის იყოს სტაბილური პარტნიორი გრძელვადიან პერსპექტივაში და თუ სამხრეთის მიმართულებაზეც ჩვენ ყავს ისეთი ტიპის მეზობლები რომლებთანაც გვაქვს ეს კულტურული შეუთავსებლობა და სერიოზული რისკი არის ეს მე ჩვენი იდენტობის შენარჩუნებისთვის რუსეთთან მიმართებაში რა შეიძლება იყოს საქართველოსთვის გამოსავალი არის თუ არა მოდი ვთქვათ ეს ის სივრცე სადაც ჩვენ შეგვიძლია რაზე ჩვენ შეგვიძლია გრძელვადიანი გათვლა გავაკეთოთ ბევრი პლუსი აქვს პლუსი არის ის რომ იქ ქართული ეკონომიკა ასე ვთქვათ თავს ისე გრძნობს როგორც თევზი წყალში იმიტომ რომ მეზობელია ტრადიციული ბაზარია უზარმაზარი ბაზარია ათვისებული გქონდა რეკლამირება ქართულ პროდუქციის ნაკლებად ჭირდება იმიტომ რომ გრუზია რა არის ესმით და ჯორჯიის შტატი არ გონიათ როგორც დასავლეთში ვართ ხოლმე ამ პრობლემის წინაშე მაგრამ არსებობს სერიოზული პოლიტიკური პრობლემები ხო და გამოწვევები ამ ხრივ რის გამოც რა თქმა უნდა მე უბრალოდ ერთი მინდა რაღაც გამახსენდა ახლა რომ თქვა ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ აღმოსავლეთის მმართველი გადასვლა ნუ ეს ამ პროცესსაც ეხება თქვენ ბრძანეთ ახლა ბოლოში ხო აქ ამერიკული მულტილატერალური საგარეო კონცეფციიდან გამომდინარე ამერიკელებს ყავთ მოკავშირე სახით თურქეთი რომელიც რეგიონალური ლიდერ სახელმწიფოთა არის აღიარებული ზე სახელმწიფო რეგიონში კავკასიის სამხრეთ კავკასიაში თურქული ნუ ამერიკული გადმოსახედიდან და შესაბამისად აქ წარიმართოს ეთქვათ კონკურენცია გეოპოლიტიკური რუსებსა და თურქებს შორის ეს არ არის ამორიცხული ამ თამაში და ამას შეიძლება საერთოდ ვაჭრობა არის როცა კონკურენცია ხდება დიდ გეოპოლიტიკურ აქტორებს შორის და ამას შეიძლება მოგცეს ის რასაც თქვენ ადრე მკითხეთ ხა უბრალოდ გამახსენდა კონცეპტუალური მიდგომა ამერიკული ერთ-ერთი ამას შეიძლება მოგცეს სავაჭრო თემა ბევრ საკითხთან მიმართებაში რუსეთთან მიმართებაშიც რაც შეეხება ნუ რა თქმა უნდა ხა გვინდა არ გვინდა ჩვენი გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე გეოეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე გეოპოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე ერთადერთი გასაღების ბაზარი ქართული პროდუქცია რაც გვაქვს ის ხო ეს არის რუსული ბაზარზე ორიენტირებული რომელსაც იცნობენ აი დიდი რეკლამირებაც არ სჭირდება მარკეტინგი ყველანაირად მომგებიანი ქართულ წარმოებისთვის. აი პოლიტიკურად რა არის? ნუ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ეს გასაგები გადაღეჭილი თემაა, იმდენჯერ გვისაუბრია და ასე შემდეგ, მაგრამ აი რა ბარიერები აქვს საქართველოს და რუსეთს იმისათვის, რომ რეალურად დაიწყოს ამ ორ ქვეყანას შორის რეალური დიალოგი. აი იმდენად პარადოქსული ვითარება არ შემიძლია უბრალოდ ამ თემას რო არ შევეხოთ. ამერიკის შეერთებულ შტატებს დე იურე საქართველოს შვია სტრატეგიული პარტნიორი, რუსეთთან დე იურე არ გვაქვს არანაირი ურთიერთობა, მაგრამ საქმეზე რომ იდგა აღმოჩნდა რომ რუსეთი არის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი, რა ტურისტული კავშირები, ეკონომიკური კავშირები, როგორც ჩანს პოლიტიკური კავშირები და საკმაოდ ბევრი ბმა გვაქვს ამ სახელმწიფოსთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც არის ჩვენს პრემიერ-მინისტრს, ჭირდება საჯარო წერილით რომ იმართოს, თორე არც დიპლომატიური სამსახურია, არც საელჩო, არც საგარეო საქმე და არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. პროპაგანდისტური რეალურად იქით არ გვაქვს ურთიერთობა. თქვენ წარმოგიდგენიათ ქართული ეკონომიკა, ნუ არ ვიცი ხა პროცენტულად როგორ არის, თუმცა რეალურად ქართული ეკონომიკა მუშაობს ყველანაირად რუსეთზეა ორიენტირებული და ფაქტობრივად რუსეთი აფუნქციონირებს ქართულ ეროვნულ ეკონომიკასაც ხო რეალურად რო თქვა ხა ჩვენ გვაქვს 9%-იანი 10%-იანი ზრდა ეს ბევრი ფაქტორი რუსული პროდუქცია რუსულ ბაზარში შესვლა რუსი ტურისტების შემოსვლა ფაქტობრივად გზავნილები და ასე შემდეგ ბევრი ფაქტორი რომელიც რა ვიცი ახლა პროცენტულად არ დამითვლია მე დარწმუნებული ვარ ძირითადში აი რუსეთთან ამ ეკონომიკურ ურთიერთობა განაპირობებს ჩვენი ეროვნული ეკონომიკის ფუნქციონირებას და მის განვითარებასაც თუ რაც ხდება ახლა გუშინ ვიღაც ერთ ოცნების წარმომადგენლებს კითხულობდი ერთ ნუ თავს თუნდაც 9%-იანის დავქონდა 5%-იანს და შესაბამისად ეს არის აქედან გამომდინარე რომ ასეთ სახელმწიფოსთან ვერ მიდიხარ კონტაქტზე ნუ საჯაროდ ხო სახელმწიფოები რომ ელიტების დონეზე ოფიციალურად ასე რომ ვთქვა ნუ ეს არის პროპაგანდისტული ფონი შექმნილი და ნელ-ნელა ცდილობს ახლა როგორ ჩანს ხო ეს ბევრი ფაქტორებია ისეთი რომელთაც ხდება დასავლეთის მიმართ
სკეპტიციზმი იზრდება ქართულ საზოგადოებაში, მას სხვა მიმართულებით უნდა გადავიდეთ. ეს რა თქმა უნდა, ევროსკეპტიციზმი, აი იმით რომ დავამთავროთ, რითიც დავიწყეთ, ევროსკეპტიციზმის ზრდა იყო, ხო, ძირითადი თემა ჩვენი საუბრის. ევროსკეპტიციზმის ზრდა არის თუ არა პირდაპირ პროპორციული რუსეთთან დიალოგის გახსნის მოთხოვნას? პირდაპირ პროპორციული ამ ეტაპზე არ არის ყოველ შემთხვევაში. იზრდება თუ არა ასევე რუსეთთან დიალოგის მოთხოვნას. არა, იქ ბევრი ესეთია, რომელსაც ბევრი მე დარწმუნებული ვარ, ვინც ევროსკეპტიკურად უყურებს, ბევრი არც რუსეთი გვინდა, არც დასავლეთი. წვინდა გვინდა შეხაზა. ნუ გასაგებია, ხო? ურთიერთობის დაწყებას გულისხმობ, თორე იმას გე გუბერნიად ქცევაზე არა. არა, გასაგებია, არის ადამიანთა ჯგუფი, ბევრს ვიცნობ მე სხვათა შორის ასეც. ევროსკეპტიციზმის რეალობაში შეიძლება უნდა გაზარდოს, კი, რა თქმა უნდა, იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც მოითხოვს და მოსთხოვს, რომ დაუშვათ ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ურთიერთობა ოფიციალურ დონეზე რუსულ მხარესთან, ამას გაზრდის. აი თუნდაც აი პრობლემები რო არის, პრობლემები სახელმწიფოსთან იმასთან უნდა აწარმოო ოფიციალური ურთიერთობა და იმასთან უნდა შეხვიდე კონტაქტში, აბა თუ პრობლემები არ გაქვს, რაზე უნდა ესაუბრო ყველაფერი რაღაც სალაპარაკო, რა თქმა უნდა. ნუ სახელმწიფოთა ურთიერთობებში ყოველთვის არის რაღაც სალაპარაკო, მაგრამ ნუ პრობლემები იმდენ ძალა არ გაქვს, ხო? რაც პრობლემის წინაშე ვდგავართ, ხო? ტერიტორიული საკითხებია რუსეთთან ერთ-ერთი მთავარი ესეთი თემა. ძალა არ გაქვს. ხო შეიძლება დაელაპარაკო, აზრი მაინც გაიგო რა უნდა მას. ნუ ნახოთ აბა. გასაგებია. იმედია შეიცვლება დამოკიდებულება და ძალიან მალე მოხდება მართლა. კი ბატონო, მე მადლობას გადაგიხდი ირაკის პირველ რიგში მონაწილეობისთვის. უბრალოდ ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ აი ევროსკეპტიციზმთან დაკავშირებით ჩვენი სტუდიის მათ შორის ჩემი პირადი პოზიციაც არის ეს, რომ ყველანაირად შევუწყობთ ხელს ამ ევროსკეპტიციზმის გაზრდას, ოღონდ არა იმის ხარჯზე, რომ ვინმე მოვატყუოთ და ვამტკიცოთ ის, რომ აი ქარ ვარ გაცხოვრება და ეს. არა, ჩვენ უბრალოდ ქართულ საზოგადოებას რეალობა უნდა აუხსნათ და ამისი დრო დიდი ხანია უკვე არის ამ ქვეყანაში ალბათ ამეთანხმები ირაკლი და კიდევ უფრო მეტად აქტუალური ხდება, რომ აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, ვინ ვის ჯობია, ვინ უფრო კეთილია, ვინ უფრო ბოროტია. აქ არის საუბარი იმაზე, რისი შანსი არსებობს, რა შესაძლებლობები არსებობს და რა არის ილუზია და რა არის გამორიცხული. რაც უფრო მეტი ადამიანი გააცნობიერებს ამ ქვეყანაში იმას, რომ ევროპაში ინტეგრაცია საქართველოს რაც არ უნდა კარგი იყოს და რაც საერთოდ სასუფეველი რო იყოს იქაურობა, ეს არის ამ ეტაპზე შეუძლებელი ამოცანა, მით უფრო ნაკლებ დროს დავკარგავთ ამ ყველაფერში და ეს იმიტომ კი არა, რომ არ მოგწონს ევროპა ან არ გვინდა მტრობა გვინდა იმ ხალხთან პირიქით. რატო უნდა მინდოდეს ევროპულ სივრცესთან მტრობა, ხო? ასწელი არაფერში ეს არ გჭირდება ჩვენ და ეს არ გჭირდება ჩვენს ქვეყანას, უბრალოდ რაც უფრო გაცნობიერებული გვექნება, რომ იქ ინტეგრაცია არის ილუზიური ამოცანა, პარტნიორობისთვისაც მე ვფიქრობ მეტი სივრცე გაიხსნება, მე უფრო უკეთ გვეცოდინება რა მოლოდინი უნდა გქონდეს იმ ხალხთან ურთიერთობის დროს. ჩვენ რო ველოდებით რომ მათ უნდა რაღაც საკუთარი ქოლგა გადაგვაფარონ და მე რო უწევ იგებ რომ არავინ არაპირებს ამ ქოლგის შენზე გადაფარებას, ბუნებრივია ეს მე იწვევს ხო ევროსკეპტიციზმს და რო ეძებენ ხოლმე მე ჩვენი ძვირფასი ლიბერალები ამ ევროსკეპტიციზმის კვალს კრემლის პროპაგანდაში და რაღაც რუსეთისგან დაფინანსებულ არა თავის თავს მოკითხონ ახლა ამდენი ხა 30 წელი რომ ატყუებ რომ უნდა მიგიღო და მე უწევ მოვისმენ რომ ჩემს გარეშე შეუთანხმდი ჩემს მტერს, ვისაც ჩემ მტერს არქმევ, ჩემ გარეშე შეუთანხმდი ჩემს უსაფრთხოებაზე, მე რო გამიჩნდება ეს შენს მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება, ალბათ გასაკვირიც აღარ უნდა იყოს. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, დაგემშვიდობებით, ვფიქრობ საინტერესო ეთერი გამოგვივიდა და მომავალ შეხვედრამდე ჩვენ ერთმანეთს ორშაბათს შევხვდებით ანალიტიკის ფორმატში, სადაც ახალი თემები გვექნება უკვე წინ წამოწეული. დიდი მადლობა და ნახვამდის.